შეჯიბრი მოეწყო მედია საშუალებების წარმომადგენლებს შორის, ჟურნალისტები ერთმანეთს კლდეზე ცოცვაში შეეჯიბრნენ. ტურნირი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ტელეკომპანიის და რადიოს წარმომადგენლები იღებენ. კონკურსი ფესტივალი ნიამორისა და სპორტული მაღაზია X-Stream-ის ორგანიზებით ჩატარდა. წელს მეკლდეურობის კონკურსში მამაკაცებს შორის პირველი ადგილი ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა ლაშა მიქაძემ დაიკავა, ხოლო მამდილოსნებს შორის გამარჯვებული რადიო იმედის თანამშრომელი გახდა. გამარჯვებულებს სიგელები და მედლები მაღაზია X-Stream-ის ვაუჩერები გადაეცათ. სულ კონკურსში 8 მედია კომპანია მონაწილეობდა, მათგან გუნდურ შეჯიბრში გამარჯვებულების გამოვლინდნენ. ტელეკომპანია იმედი 3 წელია მონაწილეობდა ამ კონკურსში და როგორც იქნა წელს პირველ ადგილზე გავედით, მედალი გვაქვს, ასევე გვაქვს დიპლომი, გუნდურშიც საკმაოდ წარმატებულები ვიყავით და დავით ძალიან გვიხარია. თავი ჩემი აზრით მონაწილეობა, მე პირადად გავიმარჯვე, უბრალოდ ფესტალზე ვერავედი, სიმაღლის მეშინია, თორემ პირველი ადგილი ავიკავე უბრალოდ. მეორედ მონაწილეობა ამ შეჯიბრში, უკვე მეორე წელია. საკმაოდ რთული იყო, საკმაოდ ძლიერი კონკურენტებიც მყავდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ გავედი პირველ ადგილზე, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ. ფესტივალი ნიამორის და მაღაზია X-Stream-ის დახმარებით უკვე რამდენიმე წელი არის მედია მეკლდეურობის ტურნირი ტარდება. საერთოდ ფესტივალი არის სამთო სათავგადასავლო ექსტრემალური თემატიკის. ანუ ვისაც უყვარს ჩანთით, ზურგჩანთით მოგზაურობა და თან რაღაც ადრენალინს ხარჯავს ამაზე, იმათვისაა ტურნირი. თუ რატომ გავაკეთეთ? იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ მედიის საშუალებით პოპულარული გაგვეხადა ესეთი სათავგადასავლო ტურიზმი და სპორტი და მე ვთვლი რომ 9 წლის მანძილზე რაც ფესტივალი ტარდება, ჩვენ ეს გავაკეთეთ.